სრულწლად ნამდვილად არ ვიცი დათო დოიაშვილი რა მანიფესტს გააჟღერებს ყველა ველოდებით, მაგრამ ერთი არის რომ გაფიცული თეატრები ძალიან ხელჩაკიდულები და ერთგულად ვდგავართ და ვაპროტესტებთ და ვიდგებით ბოლომდე. ეს არ არის ადვილი, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ერთი სიტყვა ბრძოლას რო ვამბობთ და იგივე დათო დოიაშვილი ნამდვილად არ უშვებს იმას, რომ ეხლა გაიხსნება და ფოედან ტანკები გადმოვლენ და ჩვენ ნინძებად გადავიქცევით. რა სისულელეა, არანაირად, აბსოლუტურად კანონის ფარგლებში, მაგრამ ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. უბრალოდ ბრძოლას ვეძახით და ნამდვილად ბრძოლა არის, იმიტომ რომ ძალიან გაჭირდა უკვე უთეატროთ, ძალიან გაჭირდა ბევრი მიმართულებით, მაგრამ რაც უფრო გიჭირს, მით უფრო რაღაცნაირად ფიქრობ, რომ უნდა გაძლო და ძალა გემატება და ვნახოთ ახლა დათო რას იტყვის და რა თქმა უნდა, ჩვენ ხელშეკიდებული ყველა გაფიცული თეატრი ვართ ერთად და ერთ აზრზე, რომ რაც ვიცით ის, აუცილებლად უპირობოდ გამოუშვან უდანაშაულო ნაწამები ადამიანები და ხელახალი არჩევნები, რომელიც გადაარჩენს თეატრს კი არა, ქვეყანას და მე უკვე ჩვენით მივხედავ ჩვენ თავს.